1,759,952 ვიდეო ჯარიმა 6 თვეში. სწორედ ასეთია საქართველოს გზებზე მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ვიდეო ჯარიმების ოდენობა. ვიდეო ჯარიმებზე დარიცხული თანხის მოცულობამ კი 129,570,220 ლარი შეადგინა. სიჩქარის გადაჭარბება, შუქნიშნის მოთხოვნის დარღვევა, ტექინსპექტირება, აკრძალულ ადგილას გაჩერება და სხვა შეზღუდები სწორედ ვიდეო კამერებმა უნდა დააფიქსიროს. ვიდეო ჯარიმების შესახებ ინფორმაცია მძღოლთან შეტყობინების სახით მიდის. თუ მოგსვლიეთ ვიდეო ჯარიმა? კი, ეხლა შოძრე მომივიდა. და უნდა იყოს წნარად იარო. ეხლა სპოტრი გაატარო. იქნება სიმშვიდე. და თქვენი აზრით, აი უნდა იყოს თუ არა ქულებზე მიბმული ვიდეო ჯარიმები? ქულებზე არ უნდა იყოს. და რატო? არის არა, ბევრი ჯარიმა თუ ეკიდე ქულები დაგიმაშლის. დაგიმთავრდება წლის ბოლომდე. იმოქმედებს თავისთავად პროგრამაზე, ქართლის პოჭრომაზე. მთავარი დარღვევა ის არის, რომ არ ითვალისწინებენ კანონით, სადაც უნდა დადგნენ, გაიარონ, რა სიჩქარით, აი ამას არ ითვალისწინებენ მძღოლები. ჯარიმა ეხა მომსვლია, მაგრამ ვიდეო ჯარიმა არა, უფრო პარკირებს. უნდა იყოს თუ არა ვიდეო ჯარიმები ეს მიბმული ქულათა სისტემაზე და რას შეუწყობს ეს წესით უნდა იყოს, იმიტომ რომ რაც მეტი ქულა დააკლდებათ და მერე წლის ბოლოს აღარ ექნებათ ის, რაც საჭიროა ქულები. ალბათ ისწავლიან მერე ჯგუფს. არ არის სასურველი რომ მოძრაობენ სწრაფად, იმიტომ რომ პრობლემა ექმნება, თქვათ ფეხით მოსიარულეს ექმნება, წინ მიმავალ მანქანას ვეღარ ატორმუზებენ ვეღარც, აი ეს იწვევს უკვე ავარიებს. და ძალიან ცუდია ასეთი დამოკიდებულება მძღოლებს უმეტესობას რაც აქვს. ძალიან ის არის რა სავალო მდგომარეობა, ამდენი ახალგაზრდები უყურებია, მშობლები. სილომე რომ ასიამოვნო და იმისთვის კი არა რომ იმასე. მაგრამ ძალიან კარგი იქნება და კიდე თუ გამკაცრებენ უკეთესი იქნება. სტატისტიკის მიხედვით ყველაზე მეტი ვიდეო ჯარიმა დედაქალაქშია გამოწერილი. ლიდერთა სამეულშია იმერეთი, კონკრეტულად კი ჩვენი რეგიონი მეორე ადგილზეა. ვიდეო კამერების მთავარი მიზანი საგზაო მოძრაობის წესების დაცვის, კონტროლი და გზებზე უსაფრთხოების გაზრდაა. შესაბამისად, მძღოლებს მოუწოდებენ დაიცვან მოძრაობის წესები და გამოიჩინონ მეტი ყურადღება. ქვეყანა რომ ვითარდება, ყველაფერი ვითარდება, მანქანების რაოდენობაც დიდია ქვეყანაში. რომელსაც უნდა მოწესრიგების თვალსაზრისით იცით რომ ახლა ადრე წლების წინ ამას აპატრონებდა მარტო მხოლოდ პოლიცია. პოლიცია ამას ვერ უზრუნველყოფს. მთლიანად ამდენი მანქანების რაოდენობა იმდენად დიდია და ამიტომ არის ჩართული ვიდეო კონტროლი. ვიდეო კონტროლი ესე იგი აწესრიგებს ავტომანქანების მოძრაობას, აწესრიგებს ტექნიკურ დათვალიერებასთან დაკავშირებით და მიუხედავად იმისა ის რა რანგის არის ადამიანი, ვინ არის, რას წარმოადგენს, მძღოლია თუ ვინც არ უნდა იყოს, ყველას ერთნაირად თანაბრად გადასცემს ჯარიმას. არავის არაფერს არ პატიებს. რა ხდება ახლა ამასთან დაკავშირებით? ყველაფერი არის ავტომანქანით უნდა იყოს მოწესრიგებული მოძრაობა. მოწესრიგება სჭირდება იმას, რომ ქუჩაში იმოძრაო ისეთნაირად, რომ არ შექმნა ავარიული სიტუაცია. ავარიული სიტუაცია ძირითადად იქნება სიჩქარის გადაჭარბების დროს, გასწრების დროს, ყველაზე მეტი სიჩქარე. ავტომანქანა ასევე მოუწესრიგებელი როცა არის, ავტომანქანა ტექნიკურად არის გამომართავი, იქაც ხდება ავარიული სიტუაცია, ხდება უეცარი მტყუნება და ეს ტექნიკური დათვალიერება, როდესაც ღებულობს ავტომანქანა, ის მინიმუმამდე შემცირებული. ამნიშნულობა აქვს ფიზიკურად დააჯარიმებს თუ ის ვიდეო კონტროლი დააჯარიმებს. ქულები უნდა იყოს მიმბული იმასთან დაკავშირებით. დანაშაული ერთია ორივე. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ 2026-30 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და 2026-27 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, რომლის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად გზებზე სიჩქარის გადაჭარბების შემცირება სახელდება. სტრატეგიის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით მთავრობა გეგმავს ვიდეო კამერების მიერ დაფიქსირებული სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევაში მძღოლებისთვის მართვის მოწმობით მინიჭებული ქულების შემცირების სისტემის დანერგვასაც. ზოგადად საქართველოს გზებზე მოძრაობის წესების დარღვევისთვის ყოველწლიურად საშუალოდ 3 მილიონზე მეტი ვიდეო ჯარიმა იწერება.